დააკვირდი ბუნებას რომ გაიგო როგორ მუშაობს. ბუნების წესი და კანონები არის ის, რაც ჩვენი აზრს არ ექვემდებარება. მე ასე ვთვლი, როცა იძახი. კი, ოღონდ ეგ ბუნების კანონებს არ ეხმიანება რა. ანუ უფლება არ გაქვს თვლიდეს არ ვიძახი. ფუჭია მაგ დროს შენ რო რამეს თვლიდე არ თვლიდე, იმიტომ რომ ბუნება ესე მუშაობს და ვერაფერს მაგას შენ ვერ უშვები რა. მოდი ესე ვთქვა, საზოგადოებრივი მოწყობა და საზოგადოებრივი ტენდენციები ერთია? კი, მაგრამ იქ მაგრა გვერევა. მაგას ვამბობ და მეორეა ბუნება როგორ მუშაობს. მაგრა გვერება მათ შორის რა, იცი რომ ძალიან ხშირად გვერევა რომ ჩვენ გონია რომ რაღაცეები იმიტომ არის ესე რომ საზოგადოება არ ეგრე მოწყობილი და არა, საზოგადოება ეგრე მოეწყო, იმიტომ რომ ბუნების კანონი არის იგეთი. მაგიტოა ეს მაგას იძახით. როგორ მუშაობს ბუნება, მაგიტოა დააკვირდე რომ მე მიხვდები საზოგადოებრივი მოწყობის ბრალია ეს თუ ბუნების კანონი არის. რომ მე რაღაცას აღარ ეპოტინო რა უბრალოდ. ანუ მნიშვნელოვანი თემა რომ იქ დაკვირვება აკეთო, არ ეჯაჯგურო იმას, რაც კულტურიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ გამომდინარეობს ბუნებიდან. ცხოვრება მოიტანადან და შეიძლება დაანგრიო ეს ადგილი და ისევ იგივე აგიშენდეს რა. იგებს ის ვინც ადაპტირდება და ის ვინც ჯიუტი მაღალ IQ-იანი არის, არაფერ შუაში არ არის.